საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, რომლის ავტორებიც ქართული ოცნების დეპუტატები არიან, 2026 წლიდან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი მორიგ ჯერზე იზრდება, ამჯერად კოლოფზე 85 თეთრით, 2 ლარ და 75 თეთრამდე. თუმცა, ამ შემთხვევაში აქციზის ზრდა მხოლოდ იმპორტირებულ სიგარეტს ეხება. ადგილობრივ ნაწარმზე კი აქციზის განაკვეთი, რაც ამჟამად იმპორტულის თანაბარი იყო და 1 ლარსა და 90 თეთრს შეადგენდა, 1 ლარი და 30 თეთრით განისაზღვრება. ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმზე შეღავათი პირველ 35 მილიონ კოლოფზე გავრცელდება, რის შემდეგაც სტანდარტული ტარიფი იმოქმედებს. ამასთან ადგილობრივ წარმოებაზე მცირდება აქციზის ადვალური კომპონენტი და ის სარეალიზაციო ფასის 15%-ით განისაზღვრება. ადვალური კომპონენტის აქციზი მცირდება იმპორტირებულ სიგარეტზეც და ის 30%-ის ნაცვლად 20% იქნება. კანონპროექტის ავტორები ცვლილებების მთავარ მოტივად ადგილობრივი წარმოების დაცვას და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდას ასახელებენ. ადგილობრივი წარმოების სიგარეტების აქციზის განაკვეთის შემცირებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც ბაზრის სტრუქტურაზე, ისე კონკურენტულ გარემოზე. შედეგად ჩამოყალიბდება ჯანსაღი კონკურენტული გარემო და ბაზარზე გაიზრდება ადგილობრივი წარმოების წილი. აღნიშნული ხელსაყრელ პირობებს შექმნის როგორც ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებისთვის, ისე საბიუჯეტო შემოსავლების სტაბილიზაციისთვის. გარდა ამისა, 35 მილიონ კოლოფზე შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტების და იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთის ცვლილების შედეგად. მოსალოდნელია სიგარეტზე არსებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში ფისკალური და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევა. თამბაქოს მწარმოებელ საერთაშორისო კომპანია JTI კავკასიაში აცხადებენ, რომ გასული წლების მსგავსად თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის მოლოდინი წელსაც არსებობდა. თუმცა, როგორც კომპანიის კორპორაციული ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორი განმარტავს, იმპორტირებული და ადგილობრივი ინდუსტრიის დიფერენცირებული დაბეგვრის რეჟიმი აქციზის განაკვეთის ნაწილში ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის დებულებას, რომლის წევრიც საქართველოცაა. რაც შეეხება საკითხს კონკრეტულად რა მოცულობით გაიზრდება იმპორტირებული სიგარეტის ღირებულება მომავალი წლიდან. ამ საკითხზე კომპანიაში ჯერჯერობით კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებენ. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის, რომ ადგილობრივ წარმოებისთვის და ადგილობრივ პროდუქციაზე აქციზი იყოს დაბალი და იმპორტზე იყოს მაღალი და ეს ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობას და ასევე როგორც გითხარი, საქართველოს აქვს მრავალ ქვეყანასთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ცალკე კიდევ გრძალავს ასე დიფერენცირებულ მიდგომას და ფაქტიურად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას იმპორტის. თამბაქოს ბაზარზე არიან სხვა კომპანიებიც, რა თქმა უნდა, კომპანიები ერთმანეთს უყურებენ. ანუ აქციზი არის ერთ-ერთი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი, რომელიც მოქმედებს ფასებზე. თუმცა აქციზებს და ამას თუ დავუმატებთ კიდე დამატებითი ღირებულების გადასახადს, გამოდის სადღაც 70%-ზე მეტი, რომელიც თითო სიგარეტის კოლოფის ფასიდან სახელმწიფოს გადასახადების სახით შეზრდის. დარგის ექსპერტების ნაწილის გათვლებით კი კანონპროექტის წარმოდგენილი მოცულობით იმპორტირებულ თამბაქოზე აქციზის ზრდა 1 კოლოფ სიგარეტზე ფას მომავალი წლიდან დაახლოებით 30-50 თეთრის ფარგლებში გაზრდის. ექსპერტი საერთაშორისო ბიზნესისა და სამართლის საკითხებში ზვიად ცხვითარიძე მიიჩნევს, რომ პროექტის მთავარი მიზნის მიღწევა ადგილობრივი წარმოების წილის ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ქვეყანაში კონტრაბანდული იმპორტირებული პროდუქციის ზრდაა მოსალოდნელი. მაინც უდრის მინიმუმ 30-40 თეთრიან ზრდას და თვითონ თამბაქოს პროდუქციაზე რა თქმა უნდა შეიძლება მეტიც, იმიტომ რომ აქ დაღიგეც ემატება და შესაბამისად ავტომატურად სავარაუდოდ 50 თეთრიან ზრდას გამოიწვევს ბაზარზე ეგრევე, თუ არა შეიძლება ეხლა რამდენიც, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ დაარტყავს გაყიდვებს კონკრეტულად კომპანიისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ამას აუცილებლად არალეგალური პროდუქცია ჩაანაცვლებს, არალეგალური პროდუქციის შეზღუდვის და სხვათა მისი კონტროლის არანაირი მექანიზმი, სამწუხაროდ მექანიზმები კი არსებობს, მაგრამ ვერანაირად ვერ შეაჩერებს ის მექანიზმები, მით უმეტეს უკვე ისედაც გაზრდილი
აქციზის ფონზე, როდესაც საქართველოს სხვა ქვეყნებთან მიმართებით, თუნდაც მაგალითად სომხეთთან მიმართებით და უკვე არ ვიცი, ალბათ სავარაუდოდ კოლოფზე $1.50 და შეიძლება მეტიც იყოს განსხვავება. ეს არის თანხების მობილიზების სწრაფი საშუალება, როდესაც აქციზზე ფასის ცვლილება ხორციელდება და მისი ზრდა და ამითი აკუმულირდება ბიუჯეტში უფრო სწრაფად. აქციზი, რაც არის დაწესებული თამბაქოზე, ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიგარეტის ფასში, რა ფასითაც ხდება თამბაქოს რეალიზაცია ზოგადად ბაზარზე. ნებისმიერი ტიპის ცვლილება ზრდა, რომელიც შეეხება აქციზის ფასის გადასახადის ზრდას, ეს რა თქმა უნდა ფასის ნაწილზე აისახება მომხმარებელზე. ჩვენ და სამწუხაროდ ადგილობრივი წარმოება თამბაქოს მიმართულებით იმდენად უნიშნელო წილი უჭირავს მთლიან ბაზარზე ჩვენთან, ეს არსებით ზეგავლენას ვერ მოახდენს და აქ არ არის პირთა ბიზნესის ის წრე, რომელზეც შეიძლება არსებითად დადებითი ზეგავლენა მოახდინოს. ჯანდაცვის ექსპერტის აკაკი ზოიძის განცხადებით კი საზოგადოებრივი მიზნების მიღწევისთვის, ანუ იმისთვის, რომ სამომავლოდ რაც შეიძლება ნაკლებმა ახალგაზრდამ დაიწყოს თამბაქოს მოწევა, აქციზის განაკვეთი ზრდა და შესაბამისად პროდუქციის გაძვირება საერთაშორისოდ აპრობირებული ყველაზე ეფექტური გზაა, თუმცა მისივე თქმით, აუცილებელია რომ ადგილობრივ და იმპორტირებულ ნაწარმზე მიდგომა თანაბარი იყოს. საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, დაბალი შემოსავლის ქვეყნებში, როგორც საქართველოს საშუალო შემოსავლის ქვეყნებში 30% გაზდა ფასის იწვევს 10% შემცირებას, პირდაპირ კავშირშია 10% შემცირებასთან მოხმარებისთან. ეს ძირითადად ეხება ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ფასის ბარიერის გამო აღარ იწყებენ მოხმარებას. თუ იზრდება, უნდა გაიზარდოს ყველა თამბაქოს პროდუქტზე. თანაბრად, რათა არ მოხდეს ერთი პროდუქტით მეორის ჩანაცვლება, არამედ მოხდეს ამ პროდუქტის მოხმარების, ამ მომაყენებელი პროდუქტის მოხმარების შემცირება. ეს არის სწორი მიდგომა და ის, რომელიც თქვა, იგივე საერთაშორისო ვალდებულებებს რო თავი დავანებოთ, ლოგიკაში ჯდება და მეორე გაზრდილი შემოსავლის ნაწილი მიზნობრივად უნდა მიიმართოს სწორედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე. არსებული მდგომარეობით საქართველოში ადგილობრივი სიგარეტის მხოლოდ ერთი მწარმოებელია. ესაა კომპანია თბილისის თამბაქო, რომელიც ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის Smart Capital-ის ჰოლდინგის შემადგენლობაში ოპერირებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით კი 2025 წლის 8 თვეში საქართველოში 281 მილიონი კოლოფის სიგარეტის აქციზური მარკა გაიცა. აქედან 263 მილიონი კოლოფი იმპორტირებული საქონელი, 18 მილიონ 100,000 კოლოფი კი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყო. თლიანობაში 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტმა ადგილობრივი სიგარეტის აქციზიდან 63 მილიონი ლარის, იმპორტირებული სიგარეტიდან კი $1.150 მილიარდი შემოსავალი მიიღო.